ბრიუსელსა და ვაშინგტონში თბილისის ნებისმიერი სახის დაუმორჩილებლობის აქტს ისინი პრორუსულ ქმედებად ნათლავენ. ჩვენ, ვინც აქ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვსწავლობთ და მუშაობთ, კარგად გვესმის, რომ პრორუსულობის იარლიყის მიკერება ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის დამახასიათებელი ინსტრუმენტია. მაგრამ საქართველოში ეს ბევრს არ ესმის და სამწუხაროდ ეს ნარატივი დიდი არეულობის გამოუწვევი შეიძლება გახდეს. სწორედ ამას ელოდებიან ვაშინგტონშიც. სანქციების დაწესების ოფიციალური მიზეზი ვითომ და გაყალბებული არჩევნებია. თუმცა ამერიკელებს არანაირი მტკიცებულება არ აქვთ იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა. ისინი უბრალოდ ეუბნებიან ქართველებს, რომ ეს ასეა, რომ ქართულმა ოცნებამ მათ არჩევანი მოპარა. მტკიცებულებები არ აქვთ. თუმცა ამ ნარატივს ისინი მაინც აძლიერებენ. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.